ადასტურებთ, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვს დღეს საქართველოში. მთელი ევროპის მასშტაბით აქვთ ეს მოთხოვნა. ეს არის ტყუილი. ევროკავშირი არც საქართველოს, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და არც კანდიდატ ქვეყნებს მოთხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროკავშირის წევრ პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, ლატვიას და ლიეტუვას კონსტიტუციაში პირდაპირ უწერიათ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. იტალიაშიც კი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის და მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობა არის ნებადართული. რაც მთავარია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის არც ერთ ეტაპზე ევროკავშირს საქართველოსთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ მოუთხოვია. როდესაც 2022 წელს ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 პირობის, ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ 9 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა, არც ერთ ამ პირობაში ყოფილა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ჩანაწერი. მხოლოდ ადამიანის უფლებების სტანდარტების გაუმჯობესებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ძალადობისგან დაცვაზე. ერთნაირსქესიანთა ქორწილის დაკანონების მოთხოვნა არ ფიგურირებს არც იმ კრიტერიუმებში, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისას უნდა დააკმაყოფილოს. ევროკავშირი არც ვიზა ლიბერალიზაციის ანსამბლოდ გთხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის 2017 წლიდან ამოქმედდა. თუ მსგავსი მოთხოვნის დაყენებას სურდა ევროკავშირს, 2017 წელსვე წაგვიყენებდა. რასაც რეალურ კრიტერიუმად აყენებს და რაც ერთ-ერთი საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპს წარმოადგენს, ეს არის ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, განურჩევლად მისი სქესის, რასის, სოციალური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნის. მოკლედ, ირაკლი კობახიძე იტყუება. მოგწერეთ კიდევ მსგავსი მტკიცებები და ჩვენ დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში. მანამდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.